მეათე გორში საპროტესტო აქციები არ წყდება სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ყოველდღე იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნები და პროტესტის ეს ფორმა შეფასებების თემა პოლიტიკურ სპექტრში. მართველი გუნდისა და ოპონენტების პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩოტიკო სადაღაშვილმა მოისმინა. ირმა, უწყვეტი საპროტესტო აქციები გორში უცვლელი მოთხოვნებით გრძელდება. დღესაც მოქალაქეების ნაწილი, ისევე როგორც პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საკრებულოს მიმდებარედ შეიკრიბნენ და თქვენს რომ არაპირებენ დაშლას იქამდე, ვიდრე არ ჩაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და არ გათავისუფლებიან აქციის დროს დაკავებულები. თავარი მიზანი არის პოლიტპარტნიორების უპირობო განთავისუფლება, მათ შორის პირველი პოლიტპარტნიორი და რუსეთის პირდაპირი ტყვე არის მიხეილ სააკაშვილი, პუტინის პირდაპირი ტყვე. ჩვენ ვითხოვთ როგორც მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას, ასევე ყველა პოლიტპარტნიორის, რომლებიც დაკავებულია ამ აქციებზე. 77 დღეა რაც აქციები გრძელდება და ის იქამდე არ გაჩერდება, სანამ საქართველოს მოსახლეობა არ მიაღწევს იმ მიზანს, რასაც ქვია თავისუფალ გარემოში ჩატარდეს ახალი ვადამდელი არჩევნები და ყველა ის უკანონო კანონი, რომელიც არალეგიტიმურმა პარლამენტმა გამოსცა, გაუქმდეს, აღდგეს თავისუფლება და ჩვენ ისევ დავდგებთ ევროპის გზაზე. უწყვეტი პროტესტი და აქციის მონაწილეთა მოთხოვნები შეფასებების თემად რჩება პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლები აქციის მიზნობრიობასა და მის ეფექტურობაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ სწორედ უწყვეტი პროტესტის შედეგია ის სანქციები, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებმა ქართული ოცნების წარმომადგენლებს დაუწესეს. რაც შეეხება სახელმწიფო გუნდს, მარლენ ნადირაძე უკიდურესად კრიტიკულია გორში მიმდინარე აქციების შეფასებისას. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ საკრებულოს შენობის წინ ყოველდღიურად შეკრებილი მოქალაქეები ქვეყნის ბედს ვერ გადაწყვეტენ. ხელისუფლებას არ უნდა გამოხატოს და დაანახოს მოქალაქეებს, რომ ისინი დამარცხებული და გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა. დღეს დარჩა ერთადერთი ამბავი, რომ მათი პოლიტიკური გაკოტრება და მათი ხელისუფლებიდან წასვლა გაფორმდეს ოფიციალურად და ეს აუცილებლად მოხდება და აუცილებლად მოხდება, რომ ის მოთხოვნები, რომელიც აქვს ოპოზიციას, რომელიც აქვს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც აქვს სრულიად საქართველოს მოქალაქეებს, რომ დაინიშნოს რიგაში არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, ეს აუცილებლად მოხდება და შესრულდება. ამ დრომდე შედეგი მოიტანა ის, რომ ისინი არ არიან აღიარებული არავის მხრიდან, ისინი ჩაკეტილები არიან, იზოლირებულები არიან მსოფლიოს ცივილური სამყაროს მხრიდან, მოიტანა ის, რომ იწყება მათი სანქცირებები. კომედიას ემსგავსება უკვე ბოლო ხანებში ასეთი რადიკალური ძალების და მათთან ასოცირებული ჯგუფების ქმედებები, აი მართლა კომედია, იქიდან გამომდინარე, რომ რამე სერიოზული დღეს ვერ მოვისმინეთ ამდენი ხნის განმავლობაში. ერთი მტკიცებულებაც კი არც ერთ დონეზე, არც საერთაშორისო დონეზე, არც დამკვირვებელ ორგანიზაციებთან, არც სამართლებრივ ორგანოებთან ვერ წარმოდგა ვერავის მხრიდან, რის საფუძველზე ითხოვენ საერთოდ რაღაც ხელახალ არჩევნებს. ტრაგედია საქართველოს იქნებოდა, აქ თუ იქნებოდა ომიდაუბედურება და ჩვენ ვიქნებოდით ისეთ ქაოსში, რომელიცაც ქვეყანა აწრეულები ვერ გამოვიდოდა. პოლიტიკოსების დასანქცირება ქვეყნისთვის ტრაგედია არ არის, არასასიამოვნოა, მაგრამ ამასაც ექნება ბოლო და დასასრული, თან კარგი დასასრული. გორში პროტესტი, როგორც უკვე აღნიშნე, გრძელდება, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ვანო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი გაიმართება ჩვენს ქალაქში, რომელიც 16 თებერვალსაა დაგეგმილი.